დღე და ღამე მშვიდობისა. როგორ ახარ გიორგი? მადლობთ, რაღაცნაირად საკუთარ ქვეყანაში აკლიმატიზაცია დამჭირებოდეს. აქამდე არ მქონდა. ფეხბურთების დროისა და გამო? რაც გავიგია ვინმეს ეგეთი რამე და. რატო ამერიკაში ხო იყო? მაშინ არ ქონდა ეგა? ხო და აი ხა არსად არ მივდივარ, მაგრამ აკლიმატიზაცია მჭირდება რო ფეხბურთი. არა, ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიძახი. მაგრამ ხო მაშინ არ უყურებდი? მაშინ შუქი არ იყო. ჩემთან და არ დამჭირდა. და შენ მოგიკოდი მე მქონდა 94 წელი. ხო და მე მქონდა შუქი. პროსტოდ მაშინ მარტო ღამე მოდიოდა შუქი. ხო. ხო და შეიძლება მასეც ვცხოვრობდით სანზონაში. მოდი აბა ნახოთ რა ხდება აჯგუფში. აჯგუფი დავიწყოთ. დავიწყოთ ხო და ისე თანმიდა რო ხალხად მახსოვროთ დავიმაყურებ. კი, და ცოტა სხვანაირად დავინახოთ ეს ქვეყნები. ერთი მას პინძელი ყავს. მექსიკა, კი ბატონო. ორი ქვეყანა ყავს, სადაც სახელში ფიგურირებს სამხრეთი კორეა და სამხრეთ აფრიკა. და ჩეხეთი. ორი თუ ორივე, ანუ სხვა ქვეყანა გვაქვს კიდე სადაც სამხრეთი ფიგურირებს. არ მახსენდება ასე უცებ. ხო, ბატარცა. ხო. არ დამეზარა და გადავხედე ვის რა აცვია. რა ისა რა ეკიპირება კომპანიის? აბა. ორი ადიდასი. ერთი ნაიკი, ერთი პუმა. პუმა ჩეხეთი. პუმა ჩეხეთი. ხო. ადიდასი ერთი მექსიკა იქნება. კი ბატონო. მეორე იქნება სამხრეთ აფრიკა. აფრიკა, კი ბატონო. და ნაიკი კორეა. ვა. ხედავ? კაი, მექსიკაზე ხო თქვით რომ ის არის მესამე ჯერ მასპინძლობს. მაგრამ დიდი მიღწევა არა აქვს. დიდი მიღწევა არა აქვს, მაგრამ პატარაც არ არის თქმის, იმიტომ რომ ყველა ჩემპიონატზე იყვნენ და მეოთხე ფინალში გადიოდნენ. კი ბატონო. მეტი ხა. ხო. გერმანიას მეტისთვის კი არ მიუღწევია რამდენიმე ჩემპიონატი. და ისეთი ფეხბურთელებიც ყოლია რა. რაღაც დასამახსოვრებელი ქარიზმატულები. რა თქმა უნდა. შენ ვინ მოგწონდა? რაფა მარკესი, მანამდე აი ეს რეალის ფეხბურთელი იყო 86. კი ბატონო. უგო სანჩესი. მეკარე ოჩოა კი ბატონო. ის კვატემოკ ბლანკო. ძმები ოლი ისა ჰერნანდესი იყო კიდე. ავერ ჰერნანდესი. ხო, ჩიჩარიტო კი ბატონო. ორი ძმა დელოს სანტოსები. დოს სანტოსი. ჯოვანი დოს სანტოსი და რაღაც ეგეთივე დოს სანტოსი. მე ამერიკაში აღმოჩნდა. ხო. ბარსაშიც იყო ეს დოს სანტოსი ერთ-ერთი. ხო, ჯერ ევროპიდან დაიწყეს და მე იქ. მე მომწონდა კვატემოკ ბლანკო. და თვითონ მექსიკელებსაც თურმე ერთ საყვარელი ფეხბურთელი არის რა. კვატემანია და რაღაც ეგ სიტყვებს იძახი. ეხა იცი რა საკეთებს? მოისე. ეგა აბა არ ვიცი. სერიალს იღებს. არა. მაგარ გზას და ბანკოს ქრივი. მექსიკის პარლამენტის დეპუტატია. ო. და იდეები აქვს. იდეები არ ვიცი, მაგრამ ძალიან ესეთი კაცრი გამოსვლები ქონია. რის წინაა? რაღაცეების წინაა. უსამართლობის წინაა. და ეხლა სხვათა შორის ამ სოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო პოდკასტები. ხო. საფეხბურთო პოდკასტი. შეიძლება ერთდროულად ვიდებით ჩვენ და. ხო, ჩვენ და კვატემოკის. ისა დღე და ღამე კვატემოკთან ერთად. მაგას მეტი ნახვა ექნება ესპანურენოვანი თვა. ის იყო კიდე ხორხე კამპოსი მეკარე. ჭეტელა მაისურებია ხო. მეკარე და თავდამსხმელიც იყო ეგ, როცა ჭირდებოდა. და მაგმეკარის რა მეკვირდა იცი? ხო ჭეტელა მაისურებია ცო. და სულ მოკლე სახელებიან მაისურები ქონდა. ისინი არ ეკეთა რა ბალიშები აქ. და ბავშვობაში მეცადებოდა რომ ტკივად ხო. და მაგრა დახტოდა, კაი კაცი იყო. მექსიკაზე კიდე საფეხბურთო კუთხით რა შეგვიძლია იცი განვიხილოთ. აბა მექსიკელი კაცი იყო, რამდენიმე იყო მსოფლიოში, მაგრამ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საფუძველი დაუდო ფერადი ტელევიზორის შექმნას. რა გინდა? მაგრამ როგორ გაადვილა ფეხბურთის ყურება? კი ბატონო. მაგრამ სხვაებიც იქნებოდნენ, ვინც დაიბრალებენ. არა, არის რამდენიმე. ამან რაღაცა
არ მინდა ფიზიკაში ღრმად შეგიყვანო, მაგრამ RGB სისტემა ფერთა დაშლის ამის ის არის. გაუმარჯოს კვლევების საფუძველზე არის. ხო. გადავიდეთ შემდეგ. ალკოჰოლი რა აქვთ? ტეკილა. ხო, ტეკილა, ტაკო, ბურიტო, ეგენი ხო. ყველა ქვეყანაზე ისაუქნათ. ერთი ის კონდენს რა გასტრონომიული ნიუანსი? ალკოჰოლური. კი ბატონო. კი ბატონო, რაც ვიცით, ტეკილა. ხო, მექსიკაში ცნობილია ისეთ ქვეყნები გველოდება, რომ მეც არ ვიცი ჯერ. რა სვამენ? არის ქვეყნები, რაც ხელში მოხვდებათ, იმას. მეორე ვინ არის? სამხრეთ აფრიკა. სამხრეთ აფრიკა გვახსოვს მსოფლიო ჩემპიონატი და როგორც მასპინძელი და როგორც სტუმარიც. ხო. და ის არის. პირველი გოლი მაგ ჩემპიონატზე ვინც ჩალობა რომელ ჩემპიონატზე? აფრიკაში რაც იყო. პირველ თამაში წააგეს ერთით. თუ მოიგეს. ხო, პირველი გოლი გაიტანა მაგან და დღემდე ის არის. აფრიკული ფეხბურთის სიამაყე არის ეგა. ხო. ასევე გვახსოვს პიერისა ორი გოლი საკუთარ კარში. ხო. ეგეთი არ მენახა მანამდე. ხო. მე კი ვნახეთ რამდენი. მაგრამ ყველაზე ისეთი ცნობილი ფეხბურთელი მათთვის აბა ვინ არის? ალბათ κουინტონ ფორჩუ. არა. აი მოქმედებიდან? ნუ არა, უკვე აღარ არის ისტორიაში. ხო. თუნდაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბენი მაკარტი გახსოვს? ხო, ბენი მაკი, აიაქსის თავდამსხმელი. პორტოში მოიგო ჩემპიონთა ლიგა. სამხრეთ აფრიკის თამაშზე ნამყოფი ვარ ბოაკეში. ოთხით ერთი მოუგეთ ერთ-ერთი მსოფლიოსთვის ემზადებოდნენ, მგონი, თუ ვერ გავიდნენ, მაგრამ მაგ პერიოდში იყო მსოფლიო ჩემპიონატის წინ ხო იყო რაღაცა. ხო. გაცხოველებული ამ ხანაგური თამაშები, მათ შორის იმ გუნდებს შორის, რომელიც ვერ გავიდნენ. კი. და მაშინ ჩამოვიდნენ 4-1 მოუგეთ. და ის არის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერე ერთ-ერთი სიმბოლო გახდა მათი ფეხბურთის ისა, ვუვუზელა. ხო, რა თქმა უნდა. მათი ფეხბურთის და ნევროზის მსოფლიო ნევროზის კი წვლილი შეიტანა მსოფლიო ნევროზის განვითარებაში. კიდე რა შემიძლია გითხრა სამხრეთ აფრიკაზე? ხო, ყველაზე ისეთი საინტერესო კიდე. ზედმეტ სახელი აქვს სპეციფიკური. ბაფანა. მექსიკის არის L3. სამი ზოლი. ხო, და ძირითადი ზედმეტ სახელები მატრიალებს ხოლმე, ან ფერი, ან სამი რაღაცა. ბაფანა რა არის თუ იცი? ბიჭებო. ხო. ბაფანა. ეცდება რა. კიდე ქვეყანა გამორჩევა იმით, რომ სოფლიო ოქროს 40%. ხო. მანდ მოიპოვება. ანუ თუ მოხდა რაღაცა და ოქროს თასი აწიეს, ხო, და წაიღეს. რეალურად აბრუნებენ თავისთან, ხო. თავის ქვეყანაში. მე მახსოვს სამხრეთ აფრიკა პირველად პრობლემები რო გაჩნდა აფრიკის ჩემპიონატი რო დაორგანიზეს. ხო. სამხრეთ აფრიკას შეუთვალეს რომ თქვენც ჩამოდით. იმათ ოთხეს ჩამოვალთ, ოღონდ მარტო თეთრებით. თეთრკანიანები ფეხბურთელები. ამათ ოთხეს ბოდიში, მაგრამ აფრიკის ჩემპიონატი არის და სიცხვილი არ არისო, მარტო თეთრებით თუ ჩამოვალთ. იმათ ოთხეს კაიო, მაშინ მარტო შავებით ჩამოვალთ. იმიტომ რომ აპარტეიდია და ერთად ჯერჯერობით ერთანაც ცხოვრობენ, სანამ ნელსონ მანდელა არ გამოჩნდება და ერთთან მოსაყრელს. ხო. ასევე თავიდან პრობლემური ის არის, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვეყანა თანამედროვე აფრიკის რუკას რო დახევი. კარგი. შემდეგი. გადავიდეთ? ქვეყანა, კი. სამხრეთ კორეა. ასევე ერთ დროს თანამასპინძელი 2002-ის. კი. და ხო, მეორე ფინალი. ხო, მაგრამ საფეხბურთო ქვეყანა მაინც და მაინც არ არის. იცი რა არის ნომერ პირველი სპორტი სამხრეთ კორეაში? ჭიდაობა. არა, ბეისბოლი.
ძალიან უცნაური ქვეყანა არის რა. აი იმდენი უცნაური რაღაცა გავიგე რომ გავოცდი. მაგალითად, არიან ძალიან ცრუ მორწმუნეები. აჰა. და წითლად არ წერენ საკუთარ სახელს და გვარს. წითელი პასტით? ხო, წითელი პასტით არ წერენ. და თურმე ეგეთი წესია, რომ ადამიანი რო გარდაიცვლება, საბუთებს რო აფორმებენ, იქ იწერება წითლით. და ცოცხალით რო დაწერონ. ეშინიათ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს რირავო. და ეშინიათ ციფრი 4-ის. ცრურწმენის ამბავში. ცრურწმენის ამბავია, იმიტომ რომ ციფრი 4 კორეულად წარმოითქმის ზუსტად ისე როგორც სიკვდილი. ეგ ძალიან ცუდი რამეა, იმიტომ 666 რო გეშინია, იშვიათად ხდება და 4-ის უგიწევს სადაც. ბოლო-ბოლო ხელზე გაქვს. ხო. რაღაც მომენტი. ამიტომ ლიფტებში არის 1 2 3 F-ი. F-ი. 4. და მე 5 6 და ესე გრძელდება. ეხლა საინტერესოა ის იქ ხო F-ს არავინ არ დააწერინებს მაისურზე რა თქმა უნდა. და ვიღაცა რა განწირული არის, გადადებული ყავთ. კი. 4 ნომერი. სურაბივით არის, იმაში რო ჩააშენ. სურამის ციხეში. მან ერთ საინტერესო რაც მახსოვს, ჰიდინკი ხო დანიშნეს. კი, საკუთარი როცა მასპინძლობდნენ სოფლიო ჩემპიონატს მაშინ და მან აღმოაჩინა რო ჩავიდა რომ აუ ვიცი გამბავი და წარმაგარია კი. ხო, პასებს არ აძლევდნენ, იმას კი არ აძლევდნენ პასს, ვინც უკეთეს პოზიციაზე იყო. ვინც უფროსი იყო, იმას აძლევდნენ. ისე. ხო, ორი ფეხბურთელი თუ ეხსნებოდა, ერთი კარგ პოზიციაში და მეორე ასაკოვანი, ასაკოვანს აძლევდა. ხო, იმიტომ რომ ნუ პატივის მენტალიტეტი რა. კი ბატონო. ეს ასე იწყებდნენ 25 წლის წინ და ეხლა ვნახოთ. ხო და იცი მე გუსმა როგორ მოაგვარა ეგ პრობლემა. ასაკი გადაუკეთა. არა, მართლა მაგიტო გითხრა ვიცი თქო მთელი ნაკრები წაიყვანა და უხუცესებს ათქმევინა. ხო. აი ძალიან უხუცესებს. რომ იცით რა, მიეცით ახალგაზრდებს პასს. ეგ არ ტეხავს რა. და ამათაც მადლობა წამოვიდნენ და მე პასები მიცეს ყველას. კორეულ ალკოჰოლზე ვერაფერს ვერ გეტყვი. ვერც მე. იმიტომ რომ უცნაურებში კიდე ის არის, რომ ბიჭო, ყოველი მესამე მარტო ცხოვრობს. ანუ ქვეყნის 30% მარტო ცხოვრობს. მარტო ხელა. ხო, აი ეგეთი ჩაკეტილი სასტავია რა. მან ბინები ძვირი იქნა. მან ბინა უნდა იყიდო და გააქირაო, სუგეყოლება ვიღაცა. ხო, ვიღაცას უწამოა სახლიდან. და მეოთხე ქვეყანა ჩეხეთი. ჩეხეთი. მოდი აქ დავიწყოთ ალკოჰოლით. ლუდი. რა თქმა უნდა. ხო, ეს ლუდი არის ყველგან. თან ბევრი ცნობილი ლუდის მშობელი ქვეყანა. კი. და არა მარტო წყალზე იაფი არის ლუდი. არა მარტო ჩეხური, ამერიკული ლუდის სამშობლოს და ბუდვაიზერის ესენი არის. და ფეხბურთი კი პოპულარულია, ყავდათ ვარსკვლავები, მაგრამ ჰოკეი არის მაინც კი, მე ტაქსისტს რო უთხარი სლავია სტადიონზე მიმეყვანე, მეთქი ჰოკეის სტადიონზე მიმეყვანა. არც კი დაუშვია რომ ფეხბურთზე მივდიოდი. შეიძლება ჰოკეის ფანის ჰაბიტუსი გაქვს. ალბათ ხო. მოიცა მან რა თამაშზე იყავი? სლავია ლიბერეც. ჩეხეთის ჩემპიონატზე იყავი. და მოგეწონა ატმოსფერო. კი, ჯერ შოკი მქონდა რომ რა ხანა მან ჰოკეის სტადიონზე რომ დავაგვიანეთ. ხო. რომ დავაგვიანე ბილეთის რიგში რომ მივედი, რიგი იდგა. თამაში დაწყებული აქედან გამოც გუგუნი ისა და ამათ არაფერი რეაქცია არ აქვს რიგში ვინც დგას. არა რომ ნეტარა ხდება და გაუძურე და რაღაც არ იყო, მაინც შოულებრივი რიგია. რაც მანამდე არ მენახა. ქართული რიგის გადამკი. აქ იყო რომ ბიჭო და რაღაცა დამთავრდა თამაში თქვენი ესე თქვენი ისე და იქ არა. ზუსტად იმავე დროში მომიწია რაშიც აქ მომიწევდა ოღონ ნერვიულ ატმოსფეროში. და ეგ დაუფასე ჩეხებს. და ხო, ნუ სტადიონიც მომეწა. შენ ყავს გამორჩეული ჩეხი ფეხბურთელი. კი, საყვარელი. კი, ბევრი. ის თაობა პობორსკი, ბერგერი, ნედვედი, კი ბატონო, ეხა შიკი. ჩეხეთს თამაში ხო ვიყავით ჩვენ ბაქოში, შიკმა გაიტანა მან. პატრიკ შიკმა გაიტანა. ჩეხი მეკარე, ბევრი ყავდათ ჩეხებს ვარსკვლავია. იანკოლერი ჩეხი გიგანტი. იანკოლერი კი მიყვანა. ოქროს ბურთი აქვს მოგებული იმას მასოპუსტს და ვიღაცებს ადრე.
ადრე სანამ ევროპელისთვის უნდა მიეცათ ოქროს ბურთი, ეგეთი წესი იყო რაღაც პერიოდი. და ბრაზილია რო ხდებოდა ჩემპიონი და ესა მაინც ევროპელებს მაშინ აქ მოგები. ხო. მაგრამ ხო აქვს მოგებული რა გინდა. კი. ჩეხების ზედმეტ სახელი იცი? ნაკრების? ხო, კორეელების არის რაღაცის მებრძოლები, მაგრამ იმდენად რთული იყო, რომ დაიგდეს და წითელი დრაკონები დაირქვეს. ჩეხების არის ყველაზე უცნაური, სხვა არის რაღაცა ბიჭებო, სამფერები, ჩეხები. უცნაური რა. საერთოდ არ ვფიქრია. ვიღაცამ დაარქვა გამლელმა. არა, სლოვაკებმა დაარქვა. კი, ყველაზე რო დაიშალენ რა ჩეხები. რა მოლოდინი გაქვს ამ ჯგუფიდან? ობიექტურად რა ახალი. აი სამხრეთ აფრიკის არ მჯერა. დანარჩენი 3 ომებს და 3-ვე გავა. ესე მგონი. 2 იმით, ზარზე იმით და 1 ვაივალახი. ნერვიულობით და ჭხილების ჭამით. ხო, კი ბატონო, რა ვიცი. კაი, ისა არასაფეხბურთო კუთხით მინდა კიდე დაგანახვეს 4-ვე ქვეყანა. აბა, გამაინტერესა მაინც ჩვენი პროფესია. და როგორი იუმორის გზნობა როგორ არის ამ ქვეყნებში. და ვეძები და ნახეთ ეს პოპულარული ანეკდოტები რა. ხო. რაზე ეცინებათ ამ ქვეყნებს. და ძალიან სპეციფიურია რა. მაგალითად მექსიკელების იუმორი არის ეგეთი, რომ ინგლისურად უნდა ვთქვა და მე კორეულად და ასე შემდეგ, მაგრამ რატო დადის 2 მექსიკელი ერთად? აჰა. და პასუხი, მეორე პასუხობს მოსაუბრი. No trespassing. რომელიც მექსიკურად არის no trespassing, ანუ მესამე არ გადავიდესო. აი მანდარიან. კალამბური უყვართ მაგათ. კალამბური. ხო. მასე არის კალამბურზე არის კორეული იუმორი საერთოდ დაგებული და ის ხო გითხარი 4 რო სიკვდილი არის. ეხლა ნახე იუმორშიც აქვს ეგეთი რაღაც ნაპოვნი. რომელია ყველაზე უჩინარი ხილი? ქართულად არ არის სასაცი. ხო. კიტრი. მაგრამ კორეულად როგორ არის, იცი? რო იკითხებიან რომელია ყველაზე უჩინარი ხილი, კორეელი პასუხობს. ой. იმიტომ რომ კორეულად ой არის კიტრიც და ისიც უისაც წავიდა. ვაუ, უჩინა. ბიჭო, ამაზე მხარიათ იცინიან, თან მარტო თუ სახში გასაკეთებს, ის და მეებს კითხულობს იცინის კორეელი ბიჭო. მან კომიქსები იქ პოპულარული, მარტო თუ ცხოვრობ. ჩეხებს აქვთ რაღაცნაირი იუმორი რა. ლოთური. ხო. როგორ უნდა მიხვდეთ ჩეხი ბედნიერია თუ არა? აჰა. არ გეუბნება. ხო. ეს არ ვიცი. და რას არ გეუბნება? არაფერს. ხო, არ გეუბნება. რო ბედნიერია. ვის ბედნიერი არ არის, ყველა ამბობს რომ ბედნიერი ვარ და ვინც არ გეუბნება ის ბედნიერია. ალბათ ეს არის ჩადებული. ალბათ. და სამხრეთ აფრიკული იუმორი არის კიდე უცნაური. სამხრეთ აფრიკაში ძალიან პოპულარია რაგბი, ხო იცი? კი. და ალბათ რაგბი და მერე ფეხბურთი ესე არის. კი, რა თქმა უნდა. და ესეთი იუმორი აქვს, რომ რატო არ კამათობს 2 სამხრეთ აფრიკელი რაგბზე არასოდეს. მაინც ვიდეო რეფერი გადაწყვეტს. ვა, კაი. იამაიკაში იქნება ალბათ ფოტო ფინიში გადაწყვეტს. ხო. კი. კარგი, მოდი შევაჯამოთ ეს ჯგუფი და შევაჯამეთ და ძალიან კარგი ჯგუფია ესეთი. და მოდი იცი რა მინდა? და გაინტერესებს. ხო არის ხოლმე რა ყველა ჩემპიონატზე და ყველა ტურნირზე ჯგუფს ვარქვენ სიკვდილის ჯგუფი. ხო. მოდი ყველა ჯგუფს დავარქვათ სახელი. და მე ვნახოთ რომელი ჯგუფის რომელი ქვეყანასაც საწავა. რას დაარქმევდი შენ ამას? სამხრეთელები იმათ რა გვიათ მექსიკელებს? L3. ესე იგი, გვაქვს ჩეხეთი, აფრიკა, ესე. ერთი სახელი გამახსენდა, მაგრამ საჭმელს ქვია უკვე. აჯაფსანდალი. აჯაფსანდალის ჯგუფი. კი ბატონო, იყოს აჯაფსანდალის ჯგუფი.
მოვინიშნოთ A ჯგუფი, აჯაფსანდალის ჯგუფი. შემდეგი ჯგუფის დრო მოვიდა, უკვე ჩაერთვება თამაშში B ჯგუფი. სადაც არიან კანადა, მასპინძელი, ყატარი, წინა მასპინძელი, ბოსნია სტუმარი. და შვეიცარია. საერთოდ ფეხბურთის მასპინძელი. შტაბ-ბინა მანდარი ფეხბურთი. ხო, აჰა. აი, ფორმები აცვიათ Adidas-ი, Puma, Nike და Kelme. კელმე მომენატრა. მეც დიდი ხანი არ მინახავს და ბოსნიამ გადაწყვიტა რომ გაეხარებინე. და ესეთი ლამაზი ფორმით წარსდგება. კი. ან ფორმებშიც ისე ჭრელაჭრულა ფორმებია. ხალხს უთხრათ რომ ბოსნია შეიძლება თქვენ თვალში გეპატარავებოდეთ და რუკაზეც, მაგრამ იტალია გამოთიშა. კი ბატონო. და მივალთ მაგამდე. ხო. მივალთ მაგამდე. მოდი მივყვეთ ესე. ყველა ქვეყანას ჩავხედოთ. რას წარმოადგენს? კანადა. კანადა მასპინძელი ქვეყანა და ამ ჩემპიონატზე ყველაზე დიდი. ყველაზე დიდი. თუმცა ფეხბურთი არ არის ნომერ პირველი სპორტი აქ. ეს ეხლა. ხო. ეხლა მაინტერესებს მე. ეხლა გველაპარაკები. ფეხბურთამდე არის ჰოკეი და ლაკროსი. ლაკროსი იცი რომელია? ვერ ვიხსენე. ვერც მე. რამე ის ხო არ არის ელექტრონული სპორტი. არა. ჩოგბურთის ნაირსახეობა იქნება ისე მეც მგონია რომ რაღაცა ნივთი გჭირდება ამ სპორტში. ინსტრუმენტი. ხო, აი მარტო შიშველი ხელებით ლაკროსში ვერაფერს ვერ მიაღწევ რა. და მესამე არის უკვე რიგითობით ფეხბურთი. ხო, კანადა არის ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში, მეორე ოლიმპიური ჩემპიონი. იქ რო ჩატარდა სენტ-ლუისში, აქედან ხო არავინ არ ჩავიდა ევროპაში. და მონაწილეობდა სულ 3 გუნდი: კანადა, ამერიკა 1 და ამერიკა 2. კანადა მოუგო 7-0 ამერიკა 1-ს და 4-0 ამერიკა 2-ს. ისინი ორი რატო იყვნენ? იყო საშუალება და რატო არა? ხო და არიან ოლიმპიური ჩემპიონები, ოღონდ არ ვიცი იციან თუ არა თვითონ. მაშინ ოლიმპიური ფეხბურთი ცოტა რაღაც თვითონ ოლიმპიადაც მიტემასნილი იყო იმას. როგორ იცოდნენ და ეხა აქედან რო გაიგონ ეს ამბავი. შვილი. ხო, ვიღაცამ რო ჩაიტაროს, ბიჭო, ნახე. დღე და ღამეში და ბაბუაჩები ოლიმპიური ჩემპიონი ყოფილი. მაგრამ იქ სუფრები გაიშლა მთელი ამ. ყველაზე ცნობილი კანადელი აღმოჩნდა ძალიან ცნაური ადამიანი თუ ფეხბურთი? არა, აი შენიაც ვინ შეიძლება იყოს ყველაზე ცნობილი კანადელი? სელინ დიონი. არა. არა, შეიძლება თქმა უნდა პოპულარული კალბატონის სელინი. ჯიმ კერი? არა. ვინი პუხი. ვინი პუხი. ვინი პუხი არის ესეთი არსება არის, რომ უფრო პატარა ასაკიდან იცის ადამიანმა ვიდრე სელინ დიონის შეცნობას დაიწყებს. რა თქმა უნდა. ხო და ხო ესეთი ქვეყანა რა. ფრანგული, ინგლისური ისე მეტწილად ფრანგული ინგლისური. და უკრაინული. მაგარი უცნაური ქალაქი აქვს ერთი. ალბათ ხალხის რაღაც კატეგორია ამ ქალაქში სუიცინის ან როჩადის დაცინის. დილდო. დილდო? ქალაქი დილდო და რა კარგი რომ მან არის თამაში. თორედ ის თავხედი ჟურნალისტების სათაურები უკვე წარმომიდგენია. ხო. კატასტროფალდი დილდოზე. ერთი ვანკუვერია მასპინძელი და მეორე მისა მონრეალი? ხო. თუ ტორონტო? ტორონტო. ვანკუვერი სამხრეთია და რაღაცა ის არის. ხო. კურორტი ვითაც არის ზღვაზე. ზღვაში თუ სადმე ჩაისვლება კანადაში ამ კლიმატისა გამო ეს არის ვანკუვერი. ნაკრებს მარტივი საათ ზედმეტ სახელი ლერუშ. წითლები? ხო. აი, შენ გაქვს ლერუშ სათვალე. ქვეყნის სიმბოლო ცხოველი მე მგონი ვახსენე თახვია. ხო. მან მიუხედავად ამისა, მაინც იმაზე ჩემპიონატის მასკოტად ლოსი გამოიყვანეს. ხო.
ხო, რომ მაინც უფრო ერთობა ძალა და არა, მე გეტყვი რატო. თახვი არის მაგათთვის წმინდათა წმინდა და აქ დასცინებდა ხალხი რაღაცა იმიდან ფილიპინელი და ნიკარაგუელისთვის ის ხო წმინდა არ არის და ამიტომ ლოსზე რაც გიგებდა. ხო, ლოსია რა. თან ის არის რა ქვია. თავხედი ჟურნალისტებისთვის კიდე უფრო თახვია. ისინი დილდოზე ვინც ვერ იხუმრებდა, აქ გადმოვიდა და მთელი ამბავი. კაი, კიდე უცნაური რაღაცები რაც არის, რომ შენ თუ გაგია ჰავაური პიცა რა არის? არა. აი, ჩვეულებრივი პიცა, ოღონ ანანასით. აა. ხო, შეიძლება გაგისინჯავს კიდევაც. კანადური ყოფილა. ხო. ხო. მოდის ანანასი კანადა. ბიჭო, არ ვიცი, თქო, ჩაიტანეს. ვიღაცამ გავაკეთა დაევასოთ და ეს რა არისო და ეს ჰავაიდან ჩამოვიტანეო მეზობელს უთხრა ანანასზე. ვიღაცას ჰქონდა მარტო გაყინული პიცა და ანანასი სახში. ხო. და ბარემ ერთად შევჭა. ხო, და ბარემ ქვეყანა რომ ისე ზერელად მივამთავროთ, ძალიან უცნაური ისა თვისება აქვს ერს. ზედმეტად ხშირად ხმარობენ სიტყვას ბოდიში. sorry. იმდენად ზედმეტად რომ რაღაც დასახლებების იმაში კანონებში წერია რომ ბოდიში შეიძლება არ ნიშნავდეს იმას რომ ნანობს აქციას. ხო, ეხლა სულ ბოდიშს თუ ვიძახი. ხო, აი ყველაფერზე ბოდიშს ვიძახი. როგორც ქართულში ჩემი დედა ისა, შავსო მართლა იმას აქვს. ხო, სიტყვის მასალად იყენებენ მოკლედ რა. და კანადური ფეხბურთი ეხლა ბოლოს გახდა ასე თუ ისე პოპულარული იმით დამსახურება არის. ალფონსო დევისის და ჩემი უკვე იუვენტუსელი ჯონათან დევიდის და ფრინქსი გადავიდა მან და თომას მიულერიც მან გადავიდა მე მგონი ახლა. გადადის. ხო, ნუ ისა თავისი MLS-ში. ხო. ყავთ ორი გუნდი. ხო. თუმცა მე მახსოვს პირველ ჩემი სოფლიო ჩემპიონატი რო ვნახე 86-ის კანადა იყო იქ. ხო, კანადა, უნგრეთი, სსრკ, საფრანგეთი, ეგეთ ჯგუფია. ხო, ნუ დიდი ქვეყანაა და რაღაცნაირად გავიდრებთ. დიდი ქვეყანაა ერთი და თან მაშინ იყო ესეთი ტრადიცია. ორი საგზური ჰქონდათ, ერთი სულ მექსიკა იყო, მექსიკა ყველას უგებდა. მეორე ხან ამერიკა იყო, ხან იამაიკა, ხან კოსტა-რიკა და მაგდეს კანადა. და კანადური იუმორი შემოგთავაზო? კი. ხო, ნუ როგორც ხო, აი ეგეთი იუმორი აქვს, რომ ორი კანადელი საუბრობს. დღეს როგორც ცივა რა. მე დიახ ბოდიში რო თავს. ანუ ამაზე თვითონაც ხალისოვენ რა, რომ ბოდიში გაგდებული სიტყვა. ბოდიში მომითხოვიაც ექნება თუ. ხო, კი. და კიდე, ხო, ყველაფრამდე უცნაურები ხო არიან? ამერიკული ფეხბურთი ხო იცი? კი, ვიცი. ამათ აქვს კანადური ფეხბურთი. ანუ ის ხო რაღაცა არის. იმის კიდე სხვანაირი ვერსია აქვს და რა არის შეცვლილი? თბილად აწვიათ უფრო ალბათ სიცივეში თამაში. არ ვიცი ეგ რამდენად მოქმედებს იმაზე რასაც მე გეტყვი. უფრო დიდი მოედანია. ხო. და უფრო ბევრნი არიან. ხო. იქ ძალიან ბლომად არიან. ხო. აქ უფრო ბევრნი არიან კიდე. მოედანი მესმის ტერიტორია აქვს და არ უჭირს და მიდი და ირბინე. ხო, და ბევრიც ეთყობა დაიმატეს რა ხალხი რა. რო არ მდგარიყო და არ გაყინულიყო ვიღაცა მოდი გახურდებიო და ხო, ან როგორ არის იცი ვიღაცა მივიდა მეც მათამაშეთო და ბოდიში ბოდიში მოდი არა ბოდიში მეც მათამაშეთო და არ უტყესო იმათაც ათამაშეს. კარგი. შემდეგი ქვეყანა გვაქვს ბოსნია. ბოსნია. ზედმეტ სახელად დრაკონები. ოხ. ხო, სახელები ძალიან უცნაურია, ან ქვიათ ფერი, ან დროშინა გამომდინარე, ან ეგეთი რა. მონსტრის სახელი. ხო, მონსტრი რო შეგაშინოს. ხო. და ის აქვს, უცნაური შეძახილი აქვს, ხოთა შორის სტადიონზე გულშემატკივრები რას ხვირიან, იცი? ნუ ბოსნიასაც იყურებენ, მაგრამ ერთად ვართ. ერთად ვართ? ხო. ეთყობა თან ბოსნიურად ის ლამაზად ჭრებს რა. აი, იძახო. ფეხბურთი აქ პირველია. და ნუ კალათბურთი მოყვება ფეხ და ფეხ. ხო. იცი ვინმე კანადელი ისა ბოსნიელი კალათბურთელი? ჩვენ ჯგუფში არის ყოლკაცო იმან.
წინა ევროპა. გვარი თუ იცი თუ არა ეგეთი ცნობილი გალგურთელი. კაი, არ გინდა გალგურთელებზე კიდე მივალ ცოტა ხანში. გარდა ამისა პოპულარულია, აი ფესტივალებს ვაკეთებენ. მუსიკალოს თუ თეატრს? არა, სოფლებში, დასახლებში და რაღაცეებში, ისა შვილდისროლა. შუბი, ხმალაობა, ეტყობა ომიდან გადმოყოლებული რაღაცეები. ან იმ ძველ საბერძნეთთან ახლო არიან და ძველი ოლიმპიადა. ხო, შეიძლება, მოგეთ, ამითიც ერთობია რა, ხა ისიც არ არის რომ მარტო ფეხბურთი და კალათბურთი. კიდე ხო, ყავა და მოწევა სიგარეტის არის უმაღლეს დონეზე აყვავებული რა. ხო, ეგეთი გამოთქმაც არის რომ სახში თუ კვამლი არ არის, იგი არავინ არ ცხოვრობს. სიგარეტის კვამლი გულისხმობს. სიგარეტის კვამლი გულისხმობს. ხო, და არა იმის კვამლი. ხო, მოხუცი კაცის. ხო და ეხა სავარაუდოდ მაგათაც რაღაც რეგულაციები შეეხებოდათ. ხო. და არ ვიცი როგორ გადაიტანენ ამ ამბავს ბოსნიელები. არა, ჯერ ეგენი არ არიან ევროკავშირში. არა, ხო, მაგრამ ჩვენც არა ვართ, ხო მოგვიწია. აჰა. ხო და ნელ-ნელა რაღაცა მაგას შეცვლიან. და მოდი, მაშინ ბოსნიური უმორი? არა, ფეხბურთელები ვთქვათ ჯერ. ფეხბურთელები და ფეხბურთელი ბოსნიური მარგალიტი, ესე ეძახიან ე딘 ჯეკოს. რომელიც არის ყველანაირი რეკორდი აქვს ბოსნიურ ფეხბურთში. გოლები, მატჩები, ტიტულები, ისა და სავარაუდოდ ალბათ ბოლო მსოფლიო ჩემი აზრით. ედინისთვის. მაგრამ ერთი თამაშის თუ ითამაშა ხო გაუმჯობესებს. რა თქმა უნდა. ხო, კი. და თურმე ბავშვობაში იყო ისეთი ნელი და ტლანქი და გამხდარი. აჰა. და რამდენიმე გუნდის მწვრთნელმა უთხრა მშობლებს რომ იცითო არა უჭმელი ბავშვია. ფეხბურთი არა, სუსტი არისო და ესობები რა. კანადელი იცი როგორ ეტყოდა? ბოდიში. და ხო. ბოდიში ესენიც წამოვიდა. ეხა ბოსნიური იუმორი გაინტერესებს შენ. რაღაცა ფილოსოფიური იუმორი აქვს რა. მეყვარს. ხო. ერთი ბოსნიელი ეუბნება მეორეს, რომ აი გიყურებო და უნდა ივარჯიშაო შენ. და ეს პასუხობს. მართალი ხართ, მაგრამ მე უკვე ვარჯიშობ ლოდინში. აი ხარ როგორც გინდა გაიაზრე და გაიცინე. აი მე აქ ამოვიწურე. არა, არსებობს ფილოსოფიაში საეჭვო მიმდინარე. ხო, რომელსაც ერთი დღე და ღამე არ ეყოფა. რომელსაც შეყვები თუ არა ხვდები რომ არ ღირდა დაწყება. რაღაც მოკიდანა. ამიტომ მოდი გადავიდეთ ყატარზე. ყატარი. ყატარი უმდიდრესი ქვეყანა და ალ-ანაბი, ესე ეძახიან თავის ხელის. ხო, ნაკრებს, რომელიც მარტივი ის არის, სახელი შინდისფერი. შინდისფერი. ხო, მარუნ, ესეთი ფერი არის იმაში. შესაძლებლად რომ იხვალ და რომ უნდა აირჩიო. ხო. მარუნ, აი ეგ არის რა. ნომერიც ექნება რაღაც. კიდე კაი ნომერი ვარ დაარქვეს. ხო, რაღაც ეგეთი. G600 მოდო. და უმდიდრესი ქვეყანაა. კი ვიცით ის თავისი კონდიციონერები სტადიონზე და ვაკიბუქები. ფეხბურთი უყვართ და ფეხბურთის მერე ძალიან უცნაური სპორტი მოდის. აკლემებით რბოლა, ჯირითი კი ეს არა შეჯიბრი. სადაც რაღაც პერიოდამდე აკლემების ჯოკეები იყვნენ ბავშვები. ბავშვებს დასწავდნენ და გაუშვებდნენ. მაგრამ ფული რო იშოვეს, ნუ სადღაც უნდა დახარჯონ ეს და ბოლო პერიოდში უკვე წამოვიდა ტენდენცია რომ ბავშვებს ცვლიან რობოტებით. ვა. წარმოიდგინე, ყატარელი აკლემის ტვინში ხდება. ჯერ ბავშვი უზის და და უჭყიტინებს. მე უცებ ერთ დღეს ბავშვი ჩავს და რობოტი დასვებს. და ეს რობოტი მიაქანებს და მე ის არის რა, დიდი საპრიზო ფონდები მილიონობით დოლარი. უმდიდრესი კი არის, მაგრამ წინა მსოფლიო ჩემპიონატის წინ რაღაც პერიოდი ჰქონდათ ბლოკადა. საუდის არაბეთი ხო და გამიზიარეო ჩემპიონატი.
იცი? საზიარო ჩემპიონატი ჩავატარო, ხო? ამათ უარი უთხრეს და იმან ბლოკადა გამოუცხადა. და ის იყო რა საჭმელი არ იშოვებოდა. კაი საჭმელი რაღაც პერიოდი და ირანმა და თურქეთმა 4000 წვარი გააგზავნა. თუ ძროხ. ხო და მერე ტრამპი სარჩევნები იყო და ბაიდენი მოვიდა და საოცარებითიც გაჩერდა. თორე და მერე გაიხსნათ ხელფეხი. ანუ ფული ქონდათ, საჭმელი არ ქონდათ რაღაც. ხო და აი რობოტი დასვეს აკლემზე და არ მენინებდნენ. და დრონით იღებენ ალბათ და მერე უყურებენ. დრონით იღებს ბავშვი. ის ბავშვი სადღაც უნდა წაიყვანო. ხო, ჩვენ რო ბანკეტის კასეტები გვყურე, ანუ აკლემით როგორ. გარდა ამისა, რომ აკლემებს აჯიბრებენ სირბილში. ძალიან პოპულარული ყოფილა სუპერ მაღალ ფენებში აკლემების სილამაზის კონკურსი. მეც გამიგია და ბოტოქსს უკეთებენ. ყველაფერს უკეთებენ და იქ ძალიან ისეთ ნიუანსებს აქცევენ ყურადღებას. რა თქმა უნდა, სილამაზის. ყელი როგორ უჭირავს აკლემს. ანუ ეთქვა რაღაც ის არსებობს რა. ხო. იდეალური აკლემის შაბლონი. ხო, მე გამოხედვა რა მდგომარეობაში აქვს ფაფარი და სერიოზულ ფულს ხო ახარჯავენ ამ აკლებს. მაგრამ სამაგერად მე უკანაც იღებენ რა. ხო, იმიტომ რომ შენ თუ ყავს მისტერ აკლემი თუ რა. ხო, უკვე ის. მისტერ აკლემი 2025. ხო, უკვე სასურველი სასიძო. კი, ნებისმიერი ოჯახის კარი შეთვის ღია. ხო და ფეხბურთი სიცხეში. ამ სიცხეში. სიხარკაროში კონდიციონერი გაქვს და აკლემი ხავს. აწყობილია ცხოვრება. ფეხბურთი ეხა ხო რაღაც დონეზე ჩემპიონატი რომ მიმოვიხილეთ, შევეხეთ რომ აფიფი რა. სხვა ვიყავთ აფიფი, თუმცა მასპინძლები რომ იყვნენ გოლი არ გაუტანიათ, ხო? თუ გაიტანეს ეს გოლი. ნუ ყველა თამაში წააგეს. ხო, ყველა თამაში წააგეს. გოლი გაიტანეს. კი. სანსოს გოლი გაიტანეს. ხო და ნუ ეხა შეყურებენ ამ აფიფს, რომელიც ევროპაში თამაშობს. თან არის არ არის საკოვანი პრინციპში წინა აქ რა. კი, ის ოქროს აქ პერიოდი. ხო, ოქროს პერიოდი და სახში ოქროს რაღაცა. სახში ყველაფერი. ოქროს. ყატარული ანეკდოტი. მიდი. გესიამოვნება? კი. ტურისტი ეუბნება ყატარეთს. ხო. რამხელა და რა ლამაზი უდაბნოა. ყატარელი პასუხობს. ხო, აი Wi-Fi დავაყენეთ და ჩვენც მოგწონს. აქ ხაზია გასული რომ უდაბნოში აქვთ Wi-Fi. და უკვე მოწყობთ. და მართლა იქნება. ხო. სადაც ხა კონდიცირებული სტადიონი ქონდა. დეზერტ 1-დან 9-ს ჩათვლით. ეგეთი ეხა მართლა ეგრო იყოს. მართლა ეგრო იყოს პასვორდი სადღაც. პასვორდი არ ექნებათ ბიჭო. რო იბადება 18 მილიონი აქ თითოს და Wi-Fi-ს არ დაადებენ პასვორდს. ხო, ეგეც მართალია. აი რა უნდა ღირდეს პარ. კარგი. ან თავისი თანამგზავრი ექნება ყველას. უპასო Wi-Fi. ხო, როგორც მინიმუმ უბანს. ხო. და მოდი მაშინ გადავიდეთ ეხლა იმაზე. შემდეგზე. შვეიცარიაზე კი. ძველი საფეხბურთო ქვეყანა მაგათგან. ხო. და ხო, ყველაზე საფეხბურთო ქვეყანა ალბათ. იმიტომ რომ შიდა ჩემპიონატის ნორმალურ დონეზეა. ნატი, ესე ქვია ზედმეტ სახელი. ნაციონალე იტალიურად და ესე შემდეგ. იტალიელებმა და ხო, ეთქობა მაკედონ მან ხო 4 ენა არის, ვინც მოასწრებს ის არის. ან თან ეხა ისეთი სიტყვა არის ნაციონალობა, რომ ყველა ენაზე ხო ასე თუ ისე ესა დაგეპა რა. ნატით იწყება. ხო, ნატით იწყება როგორც მინიმუმ. ხო. და ხო, ნუ რა ეს სტაბილურად არაფერი გუნდიერა ხოლმე შვეიცარია, ანუ ისე დიდი მიღწევები არ აქვს სოფლიოზე. ხო, მაგრამ ის ადვილი დასაჩაგრე არასდროს არ ლაპარაკობთ. კი, და გამწარებია ბევრი და კი. ესპანეთი, ბრაზილია, რა ყველა ყავს გამწარები, ინგლისი და ეხლა გამწარება არ ერქმება ისე ჯგუფშია, მაგრამ ხო, და სპორტებშიც კი ფეხბურთი არის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ სხვა სპორტებშიც კარგად არის. ზამთრის ხო, ზამთრის სახეობები რა თქმა უნდა, ჩოგბურთი, ნუ ფედერერი ყავთ და მან ყველაფერი ის არის და ძალიან უცნაური სპორტი აქვთ. არ მეგონა ეგეთ ქვეყანაში ესეთი რამე თუ იქნებოდა. აბა.
კიდე ერთი ქვეყანა სადაც გამიგეროს ესეთი რაღაც ხდება ჩვენ ვართ. ოღონდ ისეთი არის რა ურბანული ჩემპიონატები ტარდება. ჭიდაობა ნახე ხზე. ხო. ну სადღაც შეიკრიბებიან ლამაზი სოფლის ლამაზად ჩაცმული ხალხი და ნახე საკრიანად ჭიდაობენ და უხარიათ. საათები რო აქვთ არ უნდა თქვა ძვირიანი საათები. ძალიან ძვირიანი საათები აქვთ კი. ყველი აქვთ. ხო და მან ძალიან ბევრნაირი ყველი. მან შვეიცარია ყატარზე დაფიქსირდება აუცილებლად რაღაცა ვიღაც შვეიცარიელმა ყატარელს საათი მიყიდა. და დაწე კანადური პრესა ამას განაშუქებს. ბოდიშით და ბოდიში და აი ეს ნახე დღეს. ხო კი. თან როგორ მიყიდა იცი? ასეთ არი ვაჭრეს. ხო. აი მან ჩაუკუჭა ხო, ბევრი. თუნდაც რენდომ რო ამოიღოს იმან ფული და მიწეს, ესეც მაყოფილი იქნება და ისიც მაყოფილი იქნება. კი, ისიც თქვათ, რომ FIFA-ს ოფისი მანდარი, UEFA-ს მანდარი და წინა პრეზიდენტი FIFA-ს მაკაური იყო და არ დაამთავრა კარგად. ხო. კიდე იმის თქმა შეგვიძლია კანადაზე, რომ ისა შვეიცარია. ხო. აი ძალიან თითქმის ყველა ქვეყნის გულშემატკივრები არიან ჟრიამულა და ხო. ყვირიანი, ემოცი. მახიან. ესენი ძალიან შვიდად ზარები აქვთ. ტუნგ კრეკავენ და ასე გულშემატკივრები სხვათა შორის ეს ზარები ისე არ მოდის რა. ძროხა პოპულარული ცხოველია და ძროხებს კიდიათ. ხო, ალპებში ეს ზარები და ამათ მოაქვთ და მე რაც კარგუზებენ. უკიდეგანოდ 7 ხალხია. იმდენად 7 და ჩუმი რომ მაგალითად რაღაც დასახლებებში არ შეიძლება საღამოს საათებიდან სარეცხის გარეცხვა. და სარეცხი მანქანა ხო რაღაც მომენტში ხوارკეთებს მაგის. და აკრძალული არის რა. თუ ვიღაცა გარეცხავს დააჯარებენ. ხოდა ეს რო გავიგე გამახსენდა ორი ნამდვილი ამბავი ჩემი ცოლი იყო შვეიცარიაში. ხა და თვითონ შეესწრო ერთს უშუალოდ. ერთი მოუყვეს ეგრარიო და მეზობელს დაემართავ. თვითონ შეესწრო ესეთ რამეს, რომ ოჯახში იყო ასაკოვანი ქალბატონი და რომ დადიოდა ოთახიდან ოთახში, ჩუსტები ეცვა და ჩუსტი არა პლატუნებს. ესე რა დადიხარ პლატ და მეზობელი მოვიდა. რომ ძალიან გთხოვთ რომ არ იაროს რა ამ საათებში. თორე უკვე მომიწევს რომ პოლიციას შევატყობინო. და ეს რო ნახა მე მოუყვე ესეთი ამბავი რომ ეგრა არისო გვერდზეო მეზობელი შემთხვევით წამოვიდა ცოცხს რა აყუდებული ცოცხს და დაეცა. ნუ გაასწორა რაღაც და მეორდეს კიდე წამოვიდა და დაეცა. მესამე დღეს ჯარიმა მოვიდა. არც გააფრთხილეს. ხო, და აი ნახოთ ახლა სტადიონებზე რას იზავენ შენი შვეიცარელები. ხო. 7 საათით გაწიკწიკებული ხალხი. და შვეიცარიული იუმორიც ალბათ გაინტერესებს. ერთი შვეიცარელი ეკითხება მეორეს. როგორ ხარ? და ის პასუხობს. ძალიან კარგად, მაგრამ ეს ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ანუ რაღაცა ეს ბიუროკრატია და ის ამას თვითონ აი ესე ამ ფორმით ლამაზად დაცინია. ო რაღაც დემოკრატიული იუმორი. ხო, რეფერენდუმული. ხო, აი მოგეთ აი ესეთი 4 ქვეყანა შეიკრიბა B ჯგუფში. რას ელოდები შენ? ესე კანადა მასპინძელია და იზამს რამეს, ბოსნია იომებს, შვეიცარია ფავორიტია და ყატარის იმედი არა მაქსიმალურად გითხრა. ხო, მე ვჭამახ ვარს ყატარელებს. და მაკედონად შეიძლება 3 გაწვრის. ყატარის ხარჯზე. მე მგონია რომ ჯეკო ისე წავა, თავაწეული. ჯეკო ყველა ვარიანტი თავაწეული წავა. არა, ხო, აი გაიტანს გოლს რაღაცა გაგვახსენებს იმ ჯეკოს და მე უკვე ტაშით გავაცილებთ. რა დავარქვათ ამ ჯგუფს? აუცილებლად. პირველი გვაქვს აჯაფსანდარი. ხო. აჯგუფი არის აჯაფსანდარი, ხო. გაქვერსია. კი. ამ ჯგუფში იტალია უნდა ყოფილიყო. ერთი ჯგუფია რა. ბოსნიამ გააკეთებოდა იქნებოდა და მშვენიერი ჯგუფი იქნებოდა. ეხაც არ არის ცუდი. ხო. კი ბატონო. მოვინიშნოთ მაშინ? ხო. მე თვალყურს მივადებ ამ ჯგუფს, მაგრამ იტალიელებიც ნეტა როგორ შეხედავენ ამ ჯგუფს.
შეიძლება დაინტერესდნენ, რომ მართლა რა მოხდება. ხო, ყურიან ცოტა გაბრაზებული იტალიის გულშემატკივრები რა. ჩემთვის საფრანგეთის ჩემპიონატი დამთავრდა. ეხლა შეიძლება ვიღაცა მოვაბრუნოთ. ხო, მართლა. გატუზოთ შეიძლება მაგიმან. წაგება. ესე იგი, მიმოვიხილეთ B ჯგუფი, რომელსაც ქვია ამ ჯგუფში იტალია უნდა ყოფილიყო. გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზე.